მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ, მე არ ამიშავს. ახლა ვარ სიმართლე გითხრათ, ძალიან დაღლილი, ცოტა ხნის წინ გავთიშე ლაივი. სტრიმზე ვიყავი YouTube-ზე. აქვე აღნიშნავ, რომ გააქტიურეთ ჩემი არხის დარიცხილა კი, რომ ლაივებში შესვლის დროს ყველას მოგივიდეთ შეძლებს დაგვარათ SMS-ი და იყოთ ჩემთან ერთად. საქართველოს დროით კი გვიან ვთავ ხოლმე სადღაც 11-ზე 12-ზე, მაგრამ მაინც ვინც მოახერხებთ რომ იყოთ ჩემთან. ჯერ უნდა გავაკეთოთ რაღაცა მეტაში. ხო და გააქტიურეთ ძალისღლა კი აუცილებლად. Instagram-ზეც გამომიწერეთ, ვისაც არ ყავართ გამოწერილი. ლინკი აღწერაშია როგორც ყოველთვის. და გელოდებით, იმიტომ რომ იქაც ხშირად ვარ. და ლაივშიც ხშირად ვარ. და ძალიან მინდა რომ იყოს ტრადიცია ჩემს არხზე ყოველ პარასკევს მინდა რომ დავდო ხოლმე ახალი ვლოგი. დღეს არის 9 აპრილი და 11 აპრილს თქვენ უკვე ნახეთ ეგ ვლოგი, უკვე დადებულია ეს ვლოგი რომ დაიდება. ხო და ეს ვლოგი უკვე 18 აპრილს უწევს. შემდეგი პარასკევი არის 18 აპრილი. და დაიდება 18 აპრილს აუცილებლად ეს ვლოგი. ასე რომ მინდა რომ ტრადიციად ვაქციო რომ ყოველ პარასკევს დავდო ახალი ვლოგები. ძალიან გამეხარდება თუ ამას შევძლებ კვირაში ერთხელ სტაბილურად იცოდეთ რომ ჩემს არხზე ლიკუნა დადებს ახალ ვლოგს მოკლედ. ეხლა დღეს რა მინდა? დღეს გავაკეთე დილით ხინკალი, ცოტა იმდენი რომ აი მუხაშეთ და ეგრევე შეიჭამა. და აღარ გადამიღია რა ეგ. ხო და ეხლა მინდა რომ გავაკეთო დავთესო ჯეჯილი. ესე ცოტა არაორდინალურ ჭურჭელში. რავი, ესე გადავწყვიტებ. არა მაქვს ჩვენებური ბამბა. აი ესეთ ჭურჭელში. ნახეთ? ამას აქვს ესეთი ტარი. აი ესეთ ჭურჭელში რამდენად კარგი იქნება. აქ კარგი იქნება. აქ არ ვიცი, მაგრამ ცადოთ მაინც. არა მაქვს ესეთი ბამბა. ჩვენებური ბამბა. მაგრამ მაქვს ბამბის დისკები და მე მგონი მაინც გამოვა. ამიტომ შევატრიალებ ახლა კამერას და დავიწყოთ. მოკლედ, ესე ვიღებთ ჩვეულებრივ ბამბის დისკებს. ახლა აქ სასწავლებელი არაფერი არ არის. ყველამ კარგად იცით როგორ უნდა დავთესოთ ჯეჯილი. კარგი იქნებოდა რომ ჩვეულებრივ ღუნღულა ბამბა მქონოდა, მაგრამ ვიდეოს ბოლოს, ვლოგის ბოლოს ნახავთ რამდენად კარგად გაიზარდა. სხვათა შორის არ მეგონა თუ მოასწრებ და გაზრდას პარასკევა 18 აპრილამდე კვერცხებრო ჩამელაგებინა, მაგრამ შვენივრად მოასწრო. ზუსტად 9 დღეში მოასწრო, შვენივრად ამოვიდა. ესე დავნამი და ესე მოკლედ გავაკეთებ თითოეულ მათგანს რა, 2 წელს. ძალიან ლამაზად ამოვიდა. კმაყოფილი ვარ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ახართ? დღეს არის 10 აპრილი და ლილეს სახლშია. ჩემთან ერთად არის
ხორბალს დავხედე. ხორბალს დავხედე და ჯერ არ არის არაფერი ხო გუშინ მაქენი. გუშინ დავთესეთ და ხა ესე უცებ რა იქნება, მაგრამ ინტერესის გამო მაინც იმავსქენი რა ქვია. დავხედე რა. ხოდა ალარი ჯეროდი რას მიყურებ ჯერ ადრეა კაცო რა სიმოლოდინი გაქვს ესე უცებ. მოვალაგე სახლი სამსახურშია. ეს გამწოვი ისო გადაწყვეტია. ხო და მოვალაგე ჭუჭელი დავრეცხე ყავა ჯერ არ დამილევია იმიტომ რომ ისა ჩემ გოგოებს ველოდები იმათმაც მოიცალონ და მე ერთად ჩატში ქოლში და ნასვიზავ დავრეკავთ და ნასვიზავთ მე დავლევ ყავას მაგოგოებთან ერთად მარტო მეზარება ხო ესე იგი ხარ ისთვის შაგერთეთ დღეს ორი რაღაცა უნდა განახოთ პირველ რიგში სახლში ვცადე რომ გამეკეთებინა რაფაელო. ეხლა ყველაფერს ნაბიჯ გეტყვი. კარგად გამაგრებულა. მიხარია ძალიან. სახლში გადავწყვიტე რომ რაფაელო გამეკეთებინა. ჩვენ ძალიან გვიყვარს. ეხლა რა ხდება და როგორ უნდა გავაკეთო. თქვენთან ერთად. გუშინ ეს გავაკეთე არ გადამეღია. მაგრამ აღწერაში რაფაელოს რეცეპტს დეტალურად ჩამოვწერ მე რა რაოდენობის რა გავაკეთე. სატესტად გავაკეთე ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი და აი ამ რაოდენობისას ჩაგიწერთ და მჭირდა კარაქი ცოტა გამდნარი სახით იმდენად რომ მიქსერმა ათქვიფოს ეს კარაქი. შედედებული რძე 1 კილა და თავისთავად ქოქოსის ფანტელი და ცოტა ვანილი. და შიფთავსისთვის აი ესეთი ნაკრების თხილეულია, ნუშიც არის, თხილიც არის, კაკალიც არის, აი ესეთი ნაკრები და შიფთავსისთვის ეს შევიწინე მე, თქვენ რაც გაგეხარდებათ ის უქენით შიგნით. ჩვენებული თხილი მრგვალი თუ გაქვთ გადანახული, საერთოდ ძალიან მაგარი იქნება ჩემი აზრით. უბრალოდ აქ ესეთი თხილები აქ ყრია რამოდენიმე, მაგრამ ამ წუთას მე არა მაქვს ხა მაგდენი რაოდენობის რო აქ გავაკეთო. მაგრამ დეტალურად ჩაგიწერთ ეს სიტყვი რად გითხარით და ჩაგიწერთ იმაში რა ქვია აღწერაში. რა როგორ ნაბიჯ ჩაგიწერთ. ეხლა მე ეს რო აქ არის კარაქი, შედედებული რძე და ქოქოსის ფანტელი. რაოდენობებს ჩავწერ კიდევ ერთხელ მეორებ აღწერაში. კარაქი, ქოქოსის ფანტელი, შედედებული რძე და ვანილი ერთმანეთში ავზილე, ჯერ ავთქვიფე კარაქი, მერე დავუმატე შედედებული რძე, მერე დავუმატე ვანილი და მერე დავუმატე ქოქოსი. და ავურიე ესენი ერთმანეთში და გუშინ ღამე შევდგი მაცივარში. უმჯობესია რომ აი ესე საღამოს გააკეთოთ ეს მასა, დატოვოთ ღამე დაბლა მაცივარში, მაღლა საყინულაში არა დაბლა მაცივარში, დატოვოთ რომ კარგად გამაგრდეს რომ ეხლა მე და თქვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ბურთულები და ბურთულებიც უნდა გულში ხო ჩაუდებთ თხილს ბურთულეს ფორმას მივცემთ, მე ისევ ქოქოსში გადმოვატრიალებთ და ისევ მაცივარში დავაბრუნებთ რომ არ დარბილდეს ხო, მოკბეჩის კონსტენცია კონდეს ისევ. კიდევ ერთხელ მეორე ყველაფერს აღწერაში განახებთ და ეხლა ჩავწერ და ეხლა ერთად გავაკეთოთ ეს ბურთულები და ნახოთ რამდენი ცალი გამოვა ამ რაოდენობის მასალით. სანამ ამათ ბურთულებს გაკეთებას დავიწყებ ეხლა მე ხო? მეორე რამიდან განახოთ შეინიდან გამოვუწერე სოსოს ფეხსაცმელი პირველად. რო ისა რა ქვია, გამშალო ესა. სატესტად რა ზომა-ზომაზე თუ წავა, როგორი ხარისხი იქნება ფასთან მიმართებაში. და სატესტად პირველად გამოვწერეთ ფეხსაცმელი და უკვე გზაშია. რამოდენიმე დღის უკან და ეხლა უკვე მანქანას მოაქვს სახთან. რომ მოიტანენ იმასაც შენის unboxing-საც ჩავთავ აქ დღევანდელი 10 აპრილის ჩართვაში. ჩემთვისაც ერთი სარაფანაა და ნაქსოვი ზაფხულის ჩანთა ალუბლებით. ალუბლებზე რაღაც ჩასიკლა დამეწყო ამორსულობაში. ალუბლებიან პრინტზე.
ახლა კი რაც შეეხება იმას რაფაელოს დავიწყოთ ერთად გადახვევა. ესე პროცესი ხო ნახეთ. აი ესეთია, ჯერ 3 ცალია. აი ასე, ვეცდები რომ ხა ცოტა თანაბარი ზომების გამომივიდეს. გუშინ რომ დავტოვე მაცივარში, ძალიან არის გამაგრებული, პლასტელინივით არის გამხდარი. ასე რომ შეკვრა არის ძალიან მარტივი. ძალიან მარტივი არის შეკვრა და ურთულების გაკეთება. ოღონდ სწრაფად, იმიტომ უნდა ვაკეთოთ, რომ ხელის გულზე ხო თბება ეს შედედებული რძე და კარაქი და ესა. კარაქის მაგიროთ შეგიძლიათ თქვენ თეთრი შოკოლადით უქნათ. ეგეც არ არის პრობლემა. მე უბრალოდ არ მქონდა თეთრი შოკოლადი და შემდეგზე აუცილებლად გავაკეთებ ისედაც. თეთრი შოკოლადითაც. აი ესე. და ეს უნდა დავაბრუნოთ ისევ მაცივარში. და მხოლოდ ჭამის წინ, მირთმევის წინ უნდა გამოვიღოთ ხოლმე, რომ იყოს ეს მაგარი ისა. მაგარი სტრუქტურა რო ქონდეს რა, რომ არ დაგვირბილდეს. всё, აი ეს იყო ჩვენი რაფაელო. ხო და პირველად გავაკეთე ახლა. გუშინ თვითონ მასა გავსინჯე და ძალიან გემრიელია და იდენტურია რაფაელოსი. ხო და ესეც უგემრიელესი იქნება დარწმუნებული ვარ. აუცილებლად ცადეთ და გამიზიარეთ მერე კომენტარებში. შემდეგ ვლოგზე მითხარით, დამიწერეთ, ვინ გააკეთებთ და როგორი გამოგივათ. ხო, დადე მათ თებში სადეთ. ესე, ბევრი გამოდის, ამაზე მეტი პორცია არ არის საჭირო, მე თუ მკითხავთ. მე მეგონა არც თუ ისე ბევრი გამოვიდოდა და შემდეგში უფრო ბევრს გავაკეთებთ ხო, მაგრამ ძალიან კარგი რაოდენობის გამოდის, ამ რაოდენობით, რაც მე გავაკეთე მასალები. ძალიან კარგი რაოდენობა გამოვიდა. ქოქოსის ფანტელი გაითვალისწინეთ ამოსავლებათაც. მასაში რო უზავთ, მოიტოვეთ რომ ესა ამოსავლებად გქონდეთ. ცოტა წყალში დაისვალეთ ხოლმე ხელები რომ არ მიგეკრათ ძალიან გამუთავების დროს. ესე ხო და არ არის ძვირი, ძალიან ბიუჯეტური, ის არის რა ქვია, დესერტი სახლის პირობებში. ხა რაფაელო არც აქ ღირს იაფი და არც საქართველოში მით უმეტეს და ძალიან დიდი რაოდენობით გამოგივათ ამ იმით რა ქვია, მასალით. ბევრი რაოდენობა გამოვა რა. ხო და ღირს რა, ბევრს გააკეთებთ და გეყოფათ კაი ხანი. всё, წავალ ახლა მე ამას გავაკეთებ თქვენ გარეშე უკვე და ბოლოს რაოდენობას განახებთ, რამდენი გამოვიდა დავთვლი. მორჩი. ახლა დაბლა ვიყავი, ის მოვიდა. ამანათი მოვიდა. მორჩი გაკეთებას და ამანათი მოვიდა. ხა იმედია კარგად ხედავთ. ამ პორციით და ამ მასალით გამოვიდა 23 ცალი. თუ ცოტა პატარებს გავაკეთებდი, კიდე უფრო ხა მათ კამერაში ზო დიდი ჩანს კიდე. უფრო მეტი გამოვიდოდა. თრათ 30-მდე შეიძლება არა, მაგრამ 25-27 ცალი გამოვიდოდა. ეხლა გაჩვენებთ შეინსაც და მე ტელეფონი უნდა გავწმინდოთ, არა
სულ იმაში არის. ის რომ მოაქვთ ხო იმასთან რა ქვია ჭიშკართან აი ესე ისვრიან. ზედ იმას ეტყობა ხოლმე. აქვია ორი ჩამოვიდა. შეშალავთ. ორი ცალი ჩამოვიდა. ერთი ხოსო ახსნათ ახლა დავადაქციოთ კიდე. ეხლა ჯერ მეთქი გადავიღებ და მე დაგირეკავ და განახევ თქო და გადაირევა რომ ვეთქვი ორი ცალი ჩამოვიდა თქო. მოკლედ ესეთია. არ ვიცი ხა ხარისხით $16 თუ გავითვალისწინებთ შემოკერილი ცოტა ისეთია რა არ ვარ მაყოფილი აი ნახეთ აი შემოკერვით მაგრამ $16 ეხა ისეთი ის არის რომ ესე გამოიყურება და ორი ცალია ხა ეს ხშირად ხდება შეინზე ჩემთვისაც რამდენჯერ кейსები რო გამომიწერია რაღაცა ისა ზედა მომივიდა ორი ცალი ერთხელ ხო და ხდება ხოლმე ესე ორ ცალს აგზავნიან შემთხვევით რა თქმა უნდა შემდეგ ჩემი თან თაყვანია აი ესეთი ზაფხულისთვის ძალიან საყვარელი ესეთი გადიდების და დაპატარავების საშუალება არის ძალიან საყვარელი იქნება სარაფნებზე და რაღაცებზე ზაფხულში მიყვარს ესეთი რაღაცები და სარაფანა ესეთი ბანტები აქვს იმაზე ჩემ ღიპოცაზე იქნება ძალიან კარგი გავრეცხავ და სიგრძე აქვს მოიცადე ცოტა ისე დაგანახოთ რომ იმამდე რა ქვია ცოტა აქეთ დავდებ სტოპან გავიწევი მუხლამდე მუხლის ცოტა ხო რა მუხლამდე მაინც არ ჩას ნუ მოკლედ რა ესე მუხლამდე სიგრძე აქვს და ესეთი ბაფთები აქვს კლავებზე ვფიქრობ რომ ძალიან საყვარელი იქნება აი ესე ხარისხით ძალიან კარგი ფასთან შედარებით რაც გადავიხადე ძალიან კარგია გავრეცხავ და ზაფხულში ივნისიდან უკვე მთელი 3 თვე ლამის ჩავიცმევ სანამ ბაია დაიბადება 2 თვე ნახევარი აი ეს იყო მე კი არაფერი ამჯერად არაფერი არ არის ეს ჩანთაც ძალიან მომეწონა ტელეფონი და საფულე ჩაეტევა და სათვალე რაც თავარია დაგემშვიდობებით დღეს ჩვენი 10 აპრილის ჩართვა ამით დამთავრებულია და ნახოთ რომელ რიცხვში ჩაგერთვებით ისევ კოცნით სალამი ჩემო ძვირფასებო დღეს არის 11 აპრილი ამ ვლოგში ბევრჯერ მოგესალმებით ალბათ დღეს არის 11 აპრილი და ჩვენ გვაქვს ცოტა ბევრი საქმე დღეს სახლში. ჭურჭელია და სარეცხი როგორც ყოველთვის ეს ჩანთა არის ამოსალაგებელი გუშინ სოსო მოიტანა პროდუქტები და საღამოს ვერ ვიყავი კარგად და ზოგადად როგორც კი მოაქვს მაშინ შევალაგებ ხოლმე მაცივარში მაგრამ
ცუდად ვიყავი გუშინ, არ ვიცი რატო საღამოს ვერ ვიყავი და დღეს შევალაგოთ. დღეს ასევე სადილი გვაქვს გასაკეთებელი. არ ვიცი რამდენად ჩავსვავ აქ ყაბაყის კატლეტები მინდა გავაკეთო დღეს და არ ვიცი რამდენად ჩავსვავ ამ ვლოგში. ვფიქრობ ინსტაგრამზე rilsი გადავიღო და ინსტაგრამზე დავდო, ასე რომ აქ თუ არ იქნება, ესე იგი ინსტაგრამზე დევს rilsი და გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამ არხი და გადადით და იქ იქნება გაკეთების პროცესი დადებული და გადაღებული. ჩემი ჯეჯილი ჯერ აქ რამოდენიმეს აქვს, ოდნავ თეთრი ღერო, ესე ვთქვათ, გაღვივებული, ესე ვთქვათ, რამოდენიმე. დღეს არის მესამე დღე, თუ არ ვცდები, მე მგონი 9-ში დავთესეთ და ხო, მესამე დღეა დღეს და ჯერჯერობით თითქოს არაფერი არ ეტყობა. ზიანი დღეებიც არ არის, რომ დავდო მზეზე და გუშინ იყო ერთადერთი ცოტა ხნით და დღეს წვიმს და მოღრუბლულია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ 20 აპრილამდე იმდენი მაინც ამოვა, რომ კვერცხები დავალაგოთ ზედ. დიდი იმედი მაქვს ამის. ხო, ესეთი გეგმები მაქვს დღეს. აუცილებლად ლაივებიც იქნება, თითქმის ყოველ დღე ვთავ ლაივებს და ეხლა უკვე ლილეს დასვენება დაიწყო და 21 აპრილამდე სახლშია, წარმოიდგინეთ, მთელი 10 დღე სახლში იქნება და შესაბამისად მე მაქვს ძალიან ბევრი დრო იმისთვის, რომ ლაივებს დავუთმო და იმედი მაქვს, რომ ჩემთან ერთად იქნებით YouTube ლაივებში. ესეთი გეგმები მაქვს დღეს. მოკლედ, პირველ რიგში დავაბინაოთ პროდუქტი, მაგრამ პროდუქტის დაბინავებამდე მაცივარი მინდა გამოვწმინდო და ამისთვის ადრე ვიღებდი ხოლმე თაროებს პირდაპირ და რეცხავდი ნიჟარაში. მაგრამ ახლა უკვე აი ესეთ მაშინ რა ქვია კონტეინერში ჩავასხავთ ცოტა ჟელეს. ცოტას ძალიან. ესე უფრო მარტივია რა, იმ თაროების გამოღება თან ნიჟარაში რა კომფორტულია გარეცხვა. ესე და შემდეგ უკვე სამზარეულოს ქაღალდი და ეს ჟელეთი წყალი და პირდაპირ მივასხავთ და როგორც მტვერს წმინდავთ, ესე ვთქვათ, ისე გადმოვწმინდავთ თაროებს. ასე რომ ეგ არის ჩვენი საქმე პირველ რიგში და დავიწყოთ. როგორც გითხარით, ეს ვლოგი დაიდება ხოლმე ამ ფაში დაბლა შეუძლია ჩემ ხმას. გაითვალისწინა, რომ დღეს ვაკეთებ იმას რა ქვია გუფთის სუპიც მინდა რომ გავაკეთო, აუცილებლად წვნიანი და ეს კატლეტი და არ გაყინა, ჭკვიანი ბიჭია. რომ პირდაპირ გამზადება შემიძლია. ესე იგი, ეხლა ისინი რაც თავარია შევალაგეთ. ეხლა აი აქ ამ ყუთში უნდა მოვათავსო ჩვენი გაკეთებული რაფაელო და დავაფაროთ თავსახური და ეგრე შევინახოთ მაცივარში. მე ყავას მივაყოლოთ ჩვენი რაფაელო. ისეთი მსუყია ერთ ცალზე მეც ვერ შეჭა. ადამიანი. აი აქ ხონდა მოთავსებული და
ჩავალაპოთ აქ. ეს გავიწყოთ. შევდოთ მაცივარში. დღეს არის 13 აპრილი. თმა მაქვს შეიძლება იმიტომ ცოტა ხნის წინ ავდექით მოუწესრიგდი, მაგრამ თმა ბოლოსთვის მოვიტოვე. იმიტომ რომ მანამდე ჭურჭელი დავრეცხე. ეხლა ლოგინები გავასწორე. ეხლა სანამ წავალთ უნდა დავგაო და სად მივდივართ. დღეს არის ბზობა. პირველ რიგში მოგვიანებით გილოცავთ ამ დღეს ძალადამადლი იყოს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების და ოჯახების ფარველი. მივდივართ ეკლესიაში. სოსოს მივყავართ ჩემს მეგობართან ერთად. ჩემი მეგობარი თქვენ იცით, ჩემი მოყოლილიდან ისა ქვაბები და ტაფები რომ მაჩუქა ხო გახსოვთ ვიდეო რო დავდე. აი მაგ გოგონასთან ერთად მივდივართ ერთად მოკლედ ჩვენ დავმეგობრდით. გვაქვს ურთიერთობა და მივდივართ ერთად. ვიყიდით ბზას. მე მინდა რომ ჩემთვის ჯვარი ვიყიდო, ვაკურთხებინო ჩემს სახელზე. იმიტომ რომ მე ნათლობის ჯვარი წლების უკან დავკარგე, გაქრა, არ მახსოვს სად წავიდა. ბავშვი ვიყავი საკმაოდ მაგ დროს და მინდა ძალიან რომ შევიძინო და ნახოთ თუ მოვახერხე რა გაგებით. თუ იყო რა არჩევანის საშუალებაც თუ იყო კარგი იქნება ძალიან. ხო და სანამ სოსო მანქანას ალაგებს მე სახლს ვალაგებ ხო ასე თუ ისე სუფთად დავტოვო რომ შვიდად ვიყო. გამოვედით როგორც იქნა, ჩემ ქმარს დაადგა საშველი, მანქანა დაალაგა. აი ეფიცე პრინცესა. აი გამზადებ თუ სამსახურში მიდის სიცოცხლე, არც ერთ წუთს არ გაპატიებს. არ დააგვიანდება, მაგრამ თუ სადმე სხვაგან მიდის, სანამ გამოიყვანს სახლიდან, შენ დაგემართება. ეს ისე პატარა ჩართო. ხო, ეხლა მივდივართ, უკვე უნდა გავუაროთ მაგდას და მე გავივლით უკვე წავალთ უკვე ეკლესიაში რა. აქ არის ჩემი გოგოც. ცოტა ვერ არის ხასიათზე. ხოიდე? არა ხარ ხასიათზე? ხო და გზადაგზა გადავიღებ აუცილებლად ყველაფერს. ეხლა მოვედით ეკლესიიდან ცოტა ხნის წინ. აი ეს რა ქვია, ვერ გადავიღე იქ ვერაფერი არ შეიძლებოდა. ხო და სამწუხაროდ თან იმდენი ხალხი იყო, რომ ძალიან ისეთი უჰაერობა იყო რა. ხო და ეხლა შემოვიარე მაღაზიაში. ტარგეტში რაღაც ორი ნივთი ყიდვა მინდა და მივალთ სახლში უკვე გარეთ მეროდება სოსო და ლილე. ხო და ეს თქვა მინდოდა კიდე ბზა ვიყიდი არა, არ იყიდებოდა ბზა. მოგვიტეხა რა იქ იმაზე რა ქვია ბუჩქზე ერთმა ქალბატონმა და ვისაც არ შეხვდა იმათაც უტეხავდნენ, ან უყოფდნენ ვისაც შეხვდა ტოტებით რა. აქ ძალიან ისეა ბზა. ესეთი ფუფუნება არ არის როგორც საქართველოში რა. და ვიყიდე ენდრო იმისთვის, კვერცხებისთვის, ღირდა 7 ლარი. ეკლესიაში და მაღაზიებში. მე მგონი უფრო ქართულ მაღაზიებში უფრო ძვირია ხოლმე, იმიტომ რომ შარშან ხნილში როგორც მახსოვს, მივეცით 10 თუ 12 დოლარი რა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მასე.
Dojded, mama შენი ხარ მეორე. ეს ჩამოიგდე? რამდენი ხანი ვიწვალი დაყენებაზე შტატივის ვერ გეტყვით. აღც ახლა არ მომწონს, მაგრამ ვეღარ ავყვები ახლა ამას, ნერვები მეშლება. ჩემი 14 Pro ვისაც გაქვთ, იცით რომ კამერა აქვს ძალიან მძიმე. და შტატივზე რომ ვამაგრებ, ძალავს და იქცევა. ესე იგი დღეს არ ვაპირებდი მეთქი ისა ბარემ ხვალე დაველაპარაკები და მოუყვები თქო რა არა მოხდა დღეს სასამართლოზე და ყველა სხვა ინტერესებს შინაურსაც გარეულსაც ჩემთან და ჩემ ვლოგებს ვისაც ვინც ჩუმად უყურებთ იმათაც მოგაწვით ინფორმაციას გაინტერესებთ ვიცი ხო და ჩემს მაყურებელსაც რა თქმა უნდა ესე იგი დღეს იყო ჩემი რიგით მესამე სასამართლო თქვენ არ ვიცი ამ ვლოგში კი აღარ მახსოვს რა უკვე არეული ვარ მაგისთვის მაპატიეთ, აქვე ვიტყვი რომ თუ რამეს ვლოგში ორჯერ ვიმეორებ, სამჯერ გთხოვთ რომ მაპატიოთ, იმიტომ რომ მავიწყდება ძალიან მალე რაღაცეები, ძალიან მალე. ესე იგი, მე მინდოდა ამ სასამართლოს გადადება. გადადება არ ნიშნავს არ მისვლას. სასამართლოზე ჩვეულებრივად მიდიხარ, უბრალოდ განხილვის პროცესს გდებ. გადადება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ფინანსების გამო, იმიტომ რომ ადვოკატი არ ღირს იაფი. ხო? არც ერთ ქვეყანაში, არა მარტო ამერიკაში, არც ერთ ქვეყანაში. მინდოდა რომ გადამედო. ჩვეულებრივად მეთვლება რაოდენობაში ეს სასამართლო. მივედი, გამოვცხადდი, მაგრამ кейსის განხილვის გადადება მინდოდა. ესე იგი, დილით წავედით. რა ადრე გავედით თქვენც ნახეთ და მივედით როგორც იქნა გავიარეთ ამ ხელა რიგი ხო და ნავედით მაღლა ბოდიში ვიყავით ორადორი ქართველი ჩვენ ოჯახი და იყო ერთი ბიჭი კიდევ ქართველი დანარჩენი იყვნენ ყველანი ესპანურენოვანი ხალხი და ეს ყველანი იყო ენდრაოდენობა. დაახლოებით მინიმუმ 30 კაცი. ეს სათითაოდ არ დამითვლია, მაგრამ თვალის ზომით 30 და მეტი კიდე. რა ლოგიკით ქნეს ესე არ ვიცი, იმის მაგივრად რომ ორადორი კინკილა ადამიანი ვიყავით. ქართულენოვანი თარჯიმანი ვისაც უჭირდებოდა და დანარჩენ 30-ს პირობითად ყველა სჭირდებოდა ესპანური ენა, ხო? ხო და შევეშვით ჯერ ჩვენ ორნი უცებ გამოვიდო 20 წუთით არ ჭირდება ორ პროცესს.
ნუ ეხლა იმ ბიჭს ინდივიდუალური ქონდა, ისე ინდივიდუალური სასამართლო არ არის მოკლე დროის. მაგრამ პირობითად რო ველოდეთ 9-ის ნახევარზე დაიწყო, ეს 30 კაცი შეიყვანა ერთიანად მოსამართლემ და 9-ის ნახევარზე შესულები გამოვიდნენ 12 საათზე. 30-ვე. ხო, 30-ვე არა, პერიოდულად გამოდიოდნენ და ბოლო ესპანელი გამოვიდა 12 საათზე. ამდენი ხანი ველოდეთ ორი ადამიანი ჩავთვალოთ რა, ორი ქართული кейსი, ხო? შევესუშვით ჯერ ჩვენ ველოდეთ 30 კაცს. ისინი დალოდებოდნენ 2 კაცს არ ჯობდა? ნუ კაი, მაგას ვინ გეტყვის, ახლა ვინ მოარგებს შენ რო გინდა ისე. მერე შევედით როგორც იქნა გვეღირსა და ეს რა ქვია ამ ბიჭს ქონია საბოლოო ინდივიდუალური სასამართლო. იყო მარტო სრულიად. არანაირი ადვოკატი, არანაირი არა, მარტო იყო მისული. ძალიან გამიკვირდა. ინდივიდუალური სასამართლო არის გადამწყვეტი სასამართლო, სადაც წყდება შენი ბედი. გაძლევენ საბუთს თუ არ გაძლევენ საბუთს, ხო და რანაირად იყო ეს ბიჭი მარტო მისული, არ ვიცი, რატო გარისკა ესე მარტო რომ მისულიყო, არ ვიცი, მაგრამ ესე იყო ფაქტია. მაგრამ პირველი მე გამომიძახეს. ჩვენი кейსის წამყვანი მე ვარ. იქ სოსო არაფერს შუაში არა, ჩემი შვილი არაფერს შუაში არ არის. მე თუ ავიღე green card-ა, აღებულებენ ესეინს green card-ას, ანუ წამყვანი საქმის ვარ მე. ჩემზე წყდება ყველაფერი, ხო გესმით? ხო, გამომიძახეს მე. ამახსნევინეს მიზეზები, რატო არ გავედი ესე ვთქვათ და რატო არ მყავს ადვოკატი დღემდე. ხო და მომთხოვა რომ აუცილებლად უკვე უნდა ვიცოდე, უნდა მქონდეს მე თქვენზე кейსი, ანუ მიზეზები. რამოდენიმე კრიტერიუმად დაყოფილი და შემდეგი სასამართლოდ შემდეგ გასაკვირად ყველაზე ცუდ ვარიანტში ვარაუდობდი რომ 6 თვე იყო ყველაზე ცუდი ვარიანტი, ანუ ყველაზე მოკლე დრო, მაგრამ ამაზე მოკლეში დამინიშნეს. 16 ივლისს დამინიშნეს შემდეგი რიგით მეოთხე სასამართლო, ოღონდ უკვე უნდა წარვადგინო кейსი. ეს არ არის საბოლოო, ეს არის ბოლო მასტერ სასამართლო. ამის მერე ინიშნება უკვე ინდივიდუალური ნიშნავს საბოლოოს როგორც აღნიშნე. ანუ მაქსიმუმ ჯამში დამრჩა 3 სასამართლო. ეს არის ყველაზე გაწელილი პროცესი. 3-3, უფრო 2 დარჩა, მაგრამ თუ რაღაცა რომელიმე კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა, შეიძლება მე-13-ს დაინიშნოს. ანუ დაახლოებით 2-3 სასამართლოში გადაწყდება ჩვენი ამბავი. ასე რომ 16 ივლისს მე უკვე უნდა მივიდე кейსით. მე ამ დღეებში უკვე ადვოკატს უნდა დავაპარაკო, მინდა თუ არ მინდა ფინანსებში ვждები თუ ვერ ვждები, ჩვენ სხვა გეგმები გქონდა საერთოდ, იმიტომ რომ მეგონა რომ გადამიდებდნენ უფრო მეტხანს, გვინდოდა მანქანის ყიდვა და ალბათ მაინც ვიყიდით. სოსო ფიქრობს რომ მაინც გარისკოს ყიდვა, იმიტომ რომ ხო გესმით, ვინც ემიგრაციაში ხართ, ოჯახით მით უმეტეს, ხო, სახლის ქირა, მანქანის ქირა, ამ ყველაფერს იხდი. სახლს, მანქანას, კომუნალურებს, ჭამას, ბენზინს, აქ ჰაერშიც ფულს იხდი. ლამის რა. მით უმეტეს როცა ოჯახით ხარ. მერე ბავშვი გაჩნდება, ხო? ზაფხულში ბავშვიც ჩნდება, არა ცოტა რამ ბავშვს არ ჭირდება, ხო? კიდევ კარგი რომ მე დაზღვევა მიფინანსებს და ბავშვის ჯანმრთელობა და ჩვენი ყველას წამალი იქნება თუ რაც იქნება ყველაფერი. უფასო მაქვს, მშობიარობა იქნება თუ რაც იქნება ყველაფერი უფასოა, ბავშვს საჭმით რძის მხვნელით დააფინანსებენ. კიდევ კარგი რომ რაღაცებში მექნება შეღავათი ბავშვთან დაკავშირებით, თორე ძალიან დიდი გასავალი გვაქვს. მაგრამ თავიდან სხვანაირად არ გამოდის. თავიდან პირველი ეტაპები ემიგრაციაში ყველგან რთულია. განსაკუთრებით როცა ცდილობს საბუთების გაკეთებას. აი მარტივი იმათთვის არის, ვინც თავის დროზე ჩამოვიდა, დღემდე უსაბუთოდ მუშაობს მოხუცებთან, ხო? და ინახავენ, რასაც ქვია, იმ მოხუცთან ცხოვრობენ, არც ქირას იხდიან, აგზავნიან, ხო? მაგათთვის იყო შედარებით მარტივი. თუ შენ საბუთების გაკეთება გინდა, რაოდენობით თანხა გჭირდება და
პირველი ეტაპები. თანხას თავი დავანებოთ, ხო? თვითონ ეს პროცესები იმდენად სტრესულია, რომ ვერ აგიხწერთ რა, სასამართლოებზე სიარული არ არის მარტივი ფსიქოლოგიურად. არ არის მარტივი დაამტკიცო შენი საქმე, ხო, რითიც გინდა რომ მოიგო. ასე რომ ესე იგი ჩვენი მდგომარეობა არის ესეთი. კიდევ ბოლოში მოკლედ რო გითხრათ, 16 ივლისი იქნება შემდეგი სასამართლო, ხვალ დავრეკავ ადვოკატთან, ვიცი უკვე ვინც უნდა ავიყვანო. დაახლოებით თანხებზე ამ ყველაფერზე შემდეგ ვლოგში დაგელაპარაკებით. მე არაფერს არ დავმალავ, რამდენიც გვეტყვის ადვოკატი. ჩვენ ერთი кейსი გვაქვს, ეს გაითვალისწინეთ, თანხასიხდი кейსში. ერთ кейსი გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ოჯახურია და ვნახოთ რამდენს მეტყვის ადვოკატი. ამ ყველაფერს შემდეგ ვლოგში აუცილებლად გაიგებთ. ასე რომ ამ დღეების განმავლობაში, ამ მოკლევადაში მე უკვე ადვოკატი უნდა ავიყვანო, დავწერო кейსი და უნდა გავემზადო 16 ივლისისთვის. აი მოჩი. მიწეთ. ოჩა, ოჩა. მაშინ არ ახვიდე თუ გეშინია. ნელა. ერთიც და მაღლა მოკიდე ახლა, მიდი, აი ეგრე. Tata bicara mas. Kata mega video ini. Baca apa? Eti ori sami. ეს ჩანთა ხომ მოგწონს. ამოგები. ესე იგი სანამ დავასრულებ ამ ვლოგს, პარასკევი დღეს, თქვენთვის პარასკევი დღეს. ჩემთვის ხუთშაბათს მთავრდება ეს ვლოგი და ხუთშაბათს იდება თქვენთან პარასკევს ჩნდება. განახოთ, არ ვიცი რამდენად განახეთ ამ იმაში, რა ქვია. მე მგონი რომ არ მინახებია მარტო ლაივში ვანახე მაყურებელს. ჩემი თქმები არ შეიმჩნიოთ. მარტო ლაივში ესე მიმართება, როცა Head and Shoulders-ით ვიყან. ვერ ვიტან მაგ შამპუნს, მაგრამ ამჯერად მეტი არაფერი მქონდა. ეს არის თექის ჩასადები. კვერცხები აი ამაში. და ჩავდო. აი ესე გამოიყურება. ესე. და ეს არის სურათში ძალიან დიდი რა, ну, ყოველ შემთხვევაში ამაზე დიდი ჩანდა. ეს არის, ნახეთ რა პატარა. ეს არის სემისი, რა ქვია. ფაიფურის ბაჭია. ისე ზის კოხტად და აი აქ ხელზე უნდა დაიდოს პასკა. ამ ყველაფერს უკვე შემდეგ ვლოგში ნახავთ, შემდეგ პარასკევს უკვე ნახავთ კვერცხის შეღებვის პროცესს და როგორ გამოიყურება პასკა. ამაში კვერცხები ხვალ ჩავალაგებთ მედალილე, ეხა ჯეჯილს მოვიტან განახებთ. მე არ მეგონა თუ მოასწრევ და 9 ამ ვლოგში დავთ ესეთ ერთად, ხო ასეა?
ამ ვლოგში დავთესეთ ეს ერთად და აი ვლოგის ბოლოს გაზრდილია უკვე. აი ესეთი ლამაზია და კოხტა. ხო და ხვალე ამაშიც მოთავსდება კვერცხები. ვაპირებ 21 კვერცხის შეღებვას. არ შევღებავდი ამდენს, მაგრამ ლილეს ძალიან უყვარს ეს რა ქვია. ეს ოდესმე თუ ჩამოვხსნი ამას. მოდი ერთად ჩამოვხსნათ. აი ესე და შევიძინოთ ახალი რამე თემატური, ხო? ამას დავემშვიდობოთ. ხო, ამასაც შევიძენ აუცილებლად, ხო. არ შევღებავდი ამდენს. ცოტა შევღებავდი, მაგრამ ეს ლილეს რო უხარია, ამ ბავში ცოტა ბევრი რო იყოს. თორე მირთმევით მარტო სოსოს უყვარს, მით უმეტეს აღდგომის კვერცხი, ზოგადად მოხაშული კვერცხი უყვარს. და განსაკუთრებით აღდგომის კვერცხს იძახის ხოლმე, რომ სულ სხვანაირი გემო აქვსო და მე არ მიყვარს ლილე იმ თეთრ ჭამს მარტო ცილას და მე არ მიყვარს რა ესე როგორც ისეთი. თვითონ ეს პროცესი მომწონს ძალიან. ესე ჩემო ძვირფასებო, ეს ყველაფერი, ეს ვლოგი, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ამით დასრულებულია. მე თქვენ გითიშავთ თუ არა, ვიწყებ უკვე შემდეგი პარასკევის ვლოგის გადაღებას, ასე რომ ტრადიციულად შემდეგ პარასკევს ისევ თქვენთან ერთად ვიქნები და თქვენ იქნებით ჩემთან ერთად. კიდევ ერთხელ გამეორდები და გეტყუროთ, რომ ვისაც დაგავიწყდათ არხის გამოწერა და მიყურებთ გამოწერის გარეშე, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ვინც ბოლომდე უყურეთ ვლოგს, ყველამ იესამისფერი გული დამიწერეთ და მივხვდები, რამდენი უყურებთ ჩემს ვლოგს ბოლომდე. ეს სხვა იმიდან ავიღე, ვლოგერიდან, TikTok ვლოგერიდან ავიღე ეს ისაა. ხრიკი, რომ ბოლოში რაღაც სმაილს ეუბნება, რომ დამიწერეთო. ხო და ძალიან კარგია ისე, გავიგებ მეც რამდენი უყურებთ ვლოგს ბოლომდე. დარწმუნებული ვარ ერთეულები, მაგრამ მაინც ხო უნდა ვიცოდე. ხო, რის თქმა მინდოდა კიდევ. არხი გამოიწერეთ, გააქტიურეთ ზარისღილაკი, იმიტომ რომ თითქმის ყოველ დღე ვთავ ლაივებს და უფრო მეტი კონტაქტისთვის Instagram-ზე, რომლის ლინკიც მითითებული მაქვს აღწერაში. გილოცავთ წინასწარ აღდგომას. მე იმიტომ რომ შაბათს და კვირას ჩემი ვლოგი არ დაიდება, ჩემი აღდგომის ვლოგი იქითა პარასკევს დაიდება, როცა უკვე ყველაფერი ჩავლილი იქნება და გილოცავთ და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ტკბილად და თბილად აღნიშვნას. ჩვენ კიდე ემიგრანტებს იმედია მალე დაგვიდგება ეგ დღე რომ მშვიდობით ჩვენს არა მარტო აღდგომას, არამედ თითოეულ დღესასწაულს ჩვენს ქვეყანაში შევხვდებით. ყველა ემიგრანტს გილოცავთ აღდგომას. წინასწარ ქრისტე აღსდგა ჩვენს გულებში და ყველას გულებში აღსგარ იყოს ქრისტე. ეს რწმენა თითოეულ ჩვენთაგანს სიცოცხლის ბოლომდე გახოლოდეს. ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებთ. თითოეული თქვენთაგანის გულებში ყოფილიყოს უფალი, გულებში, სახლებში, იქ სადაც თქვენ ხართ. გვფარავდეთ მისი ძალა და მადლი აბსოლუტურად ყველას. კოცნით და შემდეგ შეხვედრამდე, შემდეგ პარასკევამდე.